მოგესალმებით. მე გახლავართ ნანა სარიშვილი. დღეს ვიმყოფები სამსუნის ლივ ჰოსპიტალის ქსელში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ჰილალ ბულუთ გინეკოლოგი. მოგესალმებით ქალბატონო ჰილალ. Ben operatör doktor Hilal Bulut Aydemir. Kadın hastalıkları ve doğum. Madloba. მე ვარ ოპერატორი ექიმი მეან გინეკოლოგი ჰილალ ბულუთ აიდემირი. დავამთავრე გაზი ოსმან ფაშას სამედიცინო ფაკულტეტი. ხალხთა დაავადებების სპეციალობისთვის სწავლა დავიწყე ანკარაში. დოქტორ ზექაი ტაჰირ ბურაქის სახელობის საავადმყოფოში. შემდეგ გადავედი ანკარის ბილკენტის ქალაქის საავადმყოფოს ხალხთა დაავადებების კლინიკაში და იქ დავასრულე სპეციალიზაცია. შემდეგ 2 წელი ვიმუშავე ვანის რეგიონულ სასწავლო და კვლევით საავადმყოფოში. Amjamad Samsun'is Liv Hospital'ში ვმუშაობ. Şimdi Samsun'da çalışmaktayım. Liv Hospital ailesinde hizmet vermekteyim. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულარული გამოკვლევები ქალებისთვის? Aslında kadınların her yıl jinekolojik muayene kontrollerine düzenli olarak ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულად გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევები. ეს შემოწმებები მოიცავს საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ულტრაბგერით კონტროლს. ქალთა დაავადებების უმეტესობა დროული დიაგნოზირების შემთხვევაში შეიძლება განიკურნოს. განსაკუთრებით საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში. ადრეული დიაგნოზი ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე ზოგიერთი კისტა ადრეულ სტადიებში სიმპტომებს არ ავლენს. ამ დაავადებების ადრეული აღმოჩენისა და მათი პროგრესის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებაა. ეს გამოკვლევები არა მხოლოდ დაავადებების დასადგენა და აუცილებელი, არამედ ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც. რა სიხშირით არის საჭირო გინეკოლოგთან ვიზიტი? İdeal yaş aslında biz kadın doğum uzmanları olarak 18 yaşından itibaren kadınlara. იდეალურ შემთხვევაში გოგონებმა პირველი გინეკოლოგიური გამოკვლევა 18 წლის ასაკში ქორწინებამდე უნდა გაიარონ. ყველა ქალმა წელიწადში მინიმუმ ერთხელ ან ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური შემოწმება. ეს პერიოდული გამოკვლევები აუცილებელია, რათა დროულად გამოვლინდეს პათოლოგიები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ქალის რეპროდუქტიულ სისტემასა და ზოგად ჯანმრთელობას. Yıllık jinekolojik muayene kontrolü öneriyoruz. დროს მიმართოთ ექიმს ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. Normalde bir kadının düzenli adet olması gerekir. 21 veya 35. თუ შეინიშნება არარეგულარული menstrualuri ციკლი, menstruაციის არარსებობა ან ზედმეტად ხშირი menstruაცია, არანორმალური ფერისა და ფსუნის მქონე ვაგინალური გამონადენი, სასქესო ორგანოებზე კოჟრების სიგილების წარმოქმნა, ძლიერი მუცლის ტკივილი, სასქესო აქტის შემდეგ სისხლდენა, menstrualuri ტკივილები ან მენოპაუზასთან დაკავშირებული ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. Bir adet görüyorsa mutlaka gidip biyopsi aldırması gerekir. როგორ მოქმედებს ცხოვრების სტილი, კვება, სტრესი, ვარჯიში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე? Yaşam tarzı değişikliği bizim için gerçekten çok önemli. Özellikle üreme sağlığına çok etkili. ცხოვრების სტილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ქალები უნდა იყვნენ ჯანსაღი წონის დიაპაზონში, არც ძალიან გამხდრები და არც ჭარბწონიანები. დღეში მინიმუმ 30 წუთი ვარჯიში, ჯანსაღი კვება, შაქრის მინიმუმამდე დაყვანა და პროტეინზე დაფუძნებული დიეტა მნიშვნელოვანია. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, რაც სტრესის შემცირებას უწყობს ხელს. დაბალი სტრესის დონე მაღალ ფერტილობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ სტრესის მართვა ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ხელს უწყობს ისეთი დამატებები, როგორიცაა COQ10, ფოლიუმის მჟავა, C, D, E ვიტამინები, სელენი და ომეგა-3. Gibi, koenzim Q gibi vitamin takviyeleri de üreme sağlığı için önemli şeylerden bir tanesi. რა არის ნორმალური menstrualuri ციკლი და როდის არის შეშფოთების საფუძველი? Kadınlar için normal adet döngüsü 21 ile 35 gün arasında olmalıdır. menstrualuri ციკლი პირველი menstruაციის დღიდან მომდევნო menstruაციის პირველ დღემდე არსებულ პერიოდს გულისხმობს. ციკლი ჩვეულებრივ 21-დან 35 დღემდე გრძელდება. საშუალოდ 28 დღე. ნორმალურია თუ ციკლი რამდენიმე დღით ადრე ან გვიან იწყება. menstruაცია 3-დან 8 დღემდე უნდა გაგრძელდეს. თუ ეს საზღვრები ირღვევა, თუ menstruაცია საერთოდ არ ხდება ან ზედმეტად ძლიერი სისხლდენა, დღეში 6-ზე მეტ
დიაბეტის საფენის ან ბავშვი პამპერსის გამოყენება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მენოპაუზის პერიოდში სისხლდენა არ უნდა აღინიშნებოდეს. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა çatarდეს სამედიცინო შეფასება. Endişe ederiz. Hastanın bize başvurması gerekir böyle bir durumda. როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის? Bir kadın hamileliğe karar verdiğinden 3 ay öncesinde kadın doğum kontrolüne mutlaka ქალს, რომელიც ორსულობას გეგმავს, მინიმუმ 3 თვით ადრე უნდა ჩაუტარდეს გინეკოლოგიური შემოწმება. აუცილებელია საშვილოსნოს ყელის ანალიზის და სისხლის შარდის ტესტების ჩატარება. უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავის მიღება და უნდა აკონტროლოს ნებისმიერი ქრონიკული დაავადება. ასევე არ უნდა გამოწვევონ სტომატოლოგიური შემოწმება და ყველა საჭირო ვაქცინაცია ორსულობამდე უნდა ჩატარდეს. kontrolü öneriyoruz ve egzersiz planlaması yapıyoruz. რა არის ყველაზე გავრცელებული პრობლემები ორსულობის დროს და როგორ ავიცილოთ თავიდან? Hamileliğin başında en çok gördüğümüz ორსულობის პირველ 12 კვირაში ხშირია გულისრევა და ღებინება, რაც მედიკამენტებით ან ბუნებრივი მეთოდებით, ბალახეული საშუალებებით შეიძლება შემცირდეს. მუცლის წვის, რეფლექსისა და ყაბზობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირი კვება. ასევე უჯრედისით მდიდარი დიეტა. რეგულარული სამედიცინო კონტროლი ხელს უშლის ისეთ გართულებებს, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, მაღალი წნევა და პრეკლამპსია. Doktor tavsiyelerine mutlaka uyulması gerekiyor hastanın. რა არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და როგორ ავიცილოთ თავიდან? En yaygın cinsel bulaşan hastalıklardan biri herpes virüsü. სქესობრივი გზით გადამდები 50-ზე მეტი დაავადებაა ცნობილი. ყველაზე გავრცელებული დაავადებებია შიდსი, სიფილისი, ქლამიდია, გონორეა, ჰერპესის ვირუსი და ადამიანის პაპილომა ვირუსი. ჰერპეს ვირუსი არა მხოლოდ იწვევს გენიტალურ სიგილებს, არამედ საშვილოსნოს ყელის კიბოსაც. ამიტომ ქალებმა უნდა ჩაიტარონ 3-წლიანი სმირული ტესტი და ჰერპეს ვირუსის ტესტი. Vücudumuza bulaşan hastalıklar daha sonra tekrarlamaz. როგორ აისახება მენოპაუზა ზოგადად ჯანმრთელობაზე? Menopoz dönemi özellikle kadınların son მენოპაუზა ნიშნავს menstruatsiyas მუდმივ შეწყვეტას, რაც საშუალოდ 48-52 ასაკში იწყება. mutlaka kontrollere gelmesi gerekiyor hastanın. რა ახალი მეთოდები არსებობს გინეკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის და მკურნალობისთვის? Yeni yöntem olarak jinekolojik tedavilerde biz lazer თანამედროვე მეთოდები მოიცავს გენიტალურ ესთეტიკას, ლაზერულ თერაპიას და ვაგინალური გამაგრების პროცედურებს. dikebiliyoruz. Perinoplasti işlemi yapabiliyoruz. მადლობა, მინდა გადავუხადო ქალბატონ ჰილარ ბულუც საინტერესო ინტერვიუსთვის, საინტერესო პასუხებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალბატონებისთვის. Bu güzel söyleşi için ben teşekkür ederim. Gürcistan'dan gelecek kadınlar მადლობა თქვენ, თურქი ექიმები ყოველთვის მზად ვართ ქართველი ქალებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის უზრუნველსაყოფად. tedaviler ve işlemler yapılıp sağlıcakla evlerine yollayacağız.